მე დღეს დავიწყე შესავალი ასე რომ მზია საკითხი ცდება ჟურნალისტურ წრეებს. რატომ ცდება ეს კიდევ ერთხელ რომ ახსნათ და საერთოდ რას უყურებთ? რა ფაზაში შევიდა რეჟიმი? აი ეს კომენტარი რაც ახლა ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა მინისტრმა გააკეთა არის სწორედ საბუთი და ნიშანი იმისი რომ ეს არ ეხება ერთ-ორ ადამიანს რა. ეს არის დამოკიდებულება, პრინციპი, ღირებულებითი პლატფორმა, რომელზეც დგას დღეს ჩვენი ხელისუფლება რა. ადამიანები, რომლებსაც ნოლი ემპათია აქვთ საკუთარი მოსახლეობის მიმართ და მათი ორიენტირი ქმედებების მთავარი სამიზნე არის მოემსახურონ ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილი თავის მთელი ასე ვთქვათ შინაარსით ეს არის რუსული მოვლენა და შესაბამისად ესენი ემსახურებიან რუსეთს როგორც იდეას, როგორც მოვლენას. დანარჩენი ყველაფერი რაც ხდება, ეს არის აქედან გამომდინარე. მზია ამაღლობელის მდგომარეობა ციხეში, თითოეული ადამიანის, რომელიც დაპატიმრებულია, რომელიც დაპატიმრებული იყო და გამოუშვეს, დაჯარიმებულია, უბრალოდ პროცესში მონაწილეობს და ჩვენ აქ შეგვიძლია შიგნით ტელევიზიაში ვიმსჯელოთ, რა მდგომარეობაში გვიწევს, რა პირობებში გვიწევს ხო მუშაობა. ეს ყველაფერი, ეს რაც დღეს ქართულ სახელმწიფოს ახასიათებს, ქართულ ხელისუფლებას ეგრეთ წოდებულს ახასიათებს, არის ძალიან მარტივი, აი სახელი ქვია რა, ეს არის ძალიან კონკრეტული ავტორიტარიზმი, რომელიც უკვე გადადის ტირანიის ელემენტებს, შეიცავს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რა ვიღაცის კერძო ინტერესებისთვის ადამიანები კარგავენ ჯანმრთელობას და კარგავენ ის კი არა რომ უბრალოდ უფლებებს რაღაცას ეზღუდებათ ან რაღაცას ვერ ახორციელებენ სიცოცხლის უფლებას მთავარ ღირებულებას რაზეც დგას თანამედროვე ცივილიზაცია იმას ვკარგავთ. აი ეს არის ამის სიმბოლოა დღეს მზია ამაღლობელი, რომელიც მსგავსი თავდადება და ბრძოლის უნარი ეს არის საუკუნეებში ერთხელ იბადებიან ასეთი ადამიანები, ვისაც ეს გამბედაობა, ეს სულისკვეთება აქვთ და ძალიან კარგად ხვდებიან სად არის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა არის ყველაზე ღირებული, თუნდაც სიცოცხლეზე უფრო ღირებული და მე აღფრთოვანება მხოლოდ შემილია და სოლიდარობა გამოვხატო ამ ადამიანის მიმართ და თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მის სოლიდარობის მიზნით ასევე სხვებმაც დაიწყეს შიმშილობა და ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება ხშირად აჩვენებს როგორც ძალიან პოზიტიურ რაღაც თვისებებს, მათ შორის ემპათიას ადამიანების რაღაც გაჭირვების მიმართ, მაგრამ დღეს ჩვენ მთავარი ემოცია გვაქვს ჩვენ თავში, მაქსიმალურად გასაღვიძებელი და გამოსახატი. ეს არის ემპათია საკუთარი სამშობლოს მიმართ. იმ ეგზისტენციის, იმ სივრცის მიმართ, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ, რომელშიც ჩვენმა შვილებმა უნდა გააგრძელონ არსებობა. კი ბატონო, თქვენ აღნიშნეთ სხვების შიმშილობაც, უნდა აღვნიშნო აქ მართლაც გამოსარჩევია ადამიანი, რომელსაც ასეთი თავდადება აღმოაჩნდება. სოლიდარობის ნიშნად, მზია სოლიდარობის ნიშნად ვიცით, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილი შიმშილობდა პატიმარს დღეს საპროტესტო აქტის შეწყვეტა მოუხდა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი დამძიმდა. ადვოკატმა გითხრა კონკრეტულად როგორ დამძიმდა, მან ორჯერ დაკარგა გონება. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მან დაიკლო 16 კილოგრამი, წარმოიდგინეთ 16 კილოგრამი დაიკლო. ჯავახიშვილი სხვა პირებთან ერთად რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული. შედეგად კი აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდეს. ჯავახიშვილმა ჟურნალისტის სოლიდარობის ნიშნად იცით რომ შიმშილობა დაიწყო 21 იანვარს. ხო, დაიწყებს ერთი, გააგრძელებს მეორე. მე წუხვარ ძალიან რომ ადამიანებს უწევთ უკიდურესი პროტესტის ფორმის გამოხატვა. მზია ამბობს რომ ის არ შიმშილობს შეღავათების გამო და არანაირი პრივილეგია, ანუ რაღაცის გამო, რაღაცას რომ გამორჩეს მარტივად რომ პერსონალურ თავისუფლებას კი არ ითხოვს. ამაში ესახმე. ქვეყნის თავისუფლებას. ის მისი პროტესტია ეს და მას ციხეში ასე შეუძლია გამოხატოს პროტესტი, მაგრამ მე მაინც სისტემაზე მინდა გავაკეთო თქვენი აქცენტი, ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც საერთოდ არ ქონდა განცდა, რომ ის წარმოადგენს ივანიშვილის გარდა ვინმეს. ერთადერთი, ვისაც ის დღეს იცავდა, იყო ივანიშვილის ინტერესი და მისი მოქალაქი ჟურნალისტის ინტერესი, რომელიც 16 დღეა შიმშილობს. სიტყვა არ დასცდენია
მისი ჯანმრთელობის მოკითხვის სასარგებლოდ. აი სისტემა, რომელიც აღარ რეაგირებს ფატალური შედეგის შემთხვევაში და მზე ამბობს, რომ ის არაპირებს ღმერთმა დაგვიფაროს შიმშილობის შეწყვეტას და აგრძელებს ასე მივიდეს ბოლომდე, ფასი ამის ყველასთვის, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს ის. რამდენად საშიშ ზღვარზეა ეს რეჟიმი? მე არ ვიცი, აი მარტივად დგება საკითხი რა, რომ ბიძინას კომფორტი ღირს თუ არა ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე. მარტივად დგას. ხო, აი ესე დგას და აი ეს უნამუსოები და ეს უტიფარი ადამიანები კოლეგებს, რომლებსაც ააწუხებს, ადარდებს, სულ კოლეგა არ იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში კოლეგიალობის ელემენტიც არის, ხო? და უსვამს შეკითხვას, რომ თქვენ ხართ ჯანდაცვის მინისტრი, ანუ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს პირველი პირია, ხო? ეგრე დაგარქვეს, ხო? ნუ ეგრე ხარ, ამ ამბობ ჩვენი ჯანმრთელობის შეფია. და ამას რო ეკითხებიან ფატალური საფრთხის მატარებელი რაღაცა პროცესის შესახებ, ადამიანის შესახებ, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია და ამაზე აქვს ის პასუხი, რომ თქვენ ამ დროს პოლიტიკურ თამაშს ეწევით. და ცინიზმის გარდა თვითონვე ამბობს, რომ ცინიზმის გარდა არაფერი აღარ დამრჩენიაო, თვითონვე იძახი. ანუ აქ აღარ არის, საერთოდ არ არის საუბარი ზოგადად ადამიანურ რამე ჩარჩოში, ნებისმიერი ტრადიციის, ნებისმიერი ეპოქის, ნებისმიერი მომენტში ადამიანი, homo sapiens-ი რო გაჩნდა, იქ გაჩნდა ადამიანი როგორც კოლექტიური არსება, რომელსაც ერთმანეთთან უნდა ეთანამშრომლა, ესე უნდა გადავრჩენილიყავით. გარდა იმისა, რომ ესენი თავს იზოლაციაში მოიქციეს უკვე, ხო, ძალიან დიდი შანსია, რომ მათ თვითონ მოიმკონ ფატალური მოსავალი ამ პროცესიდან, იმიტომ რომ რასაც ცდესავენ ახლა ისინი და არ ვიცი იქიდან რა შეიძლება გაიზარდოს, გარდა მათი ძალიან კონკრეტული ფიზიკური დასრულებისაც კი.